ტაო-კლარჯეთი ხელნაწერთა მემკვიდრეობამ სახელწოდების ალბომის პრეზენტაციას ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. გამოცემაში ტაო-კლარჯეთის მონასტრებში დაცული ხელნაწერებია თავმოყრილი ალბომი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ამდაგვარი კატალოგი პირველად გამოდის, სადაც თავს იყრის ჩვენთვის დღეისათვის ცნობილი და დადგენილი ყველა ხელნაწერის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც გარკვეული ფორმით უკავშირდება ტაო-კლარჯეთს. უკავშირდება ან გადაწერის ადგილით, ან კი დაცულობის ადგილით. ეს არის ელემენტარული საკატალოგო ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს, იმიტომ რომ აქ მასალა არის სისტემატიზებული და მეორე მხრივ ფართო საზოგადოებას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ამ ცენტრების გამორჩეულ მნიშვნელობას. ფართო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გამოცემული იყო ეს ალბომი, მით უმეტეს რომ 2012 წელს ჩატარდა ბათუმში რუსთაველის უნივერსიტეტში კონფერენცია, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ესეთი ალბომი გამოცემულიყო, სადაც იქნებოდა ტაო-კლარჯეთში დაცული ხელნაწერების ილუსტრაციები შესული, ფერადი ილუსტრაციებით არის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ჩვენი მონაწილეობაც და ასეთი ალბომის გამოცემაც.